მაგით манипуляტორებენ ომით და იმით რა ქვია LGBT ტრანსებით და იმეებით ხა ადამიანს თუ არ შენ თუ არ გინდა გააფიცებ ახლა აი როგორც კაცს შენ თუ არ გინდა ვინმე დაგაძალებს რომ წახვიდე ძუძვები გაიკეთო და პარიკი დაიხურო ან როგორც ქალს ვინმე დაგაძალებს რომ წახვიდე და ქალები მოგეწონოს ამ ბავშვს ვინმე დააძალებს რომ გინდა თუ არა შენ კაცს თუ ხარ კაცები უნდა მოგწონოს რა სისულელე არის რა სისულელე არის ადრე არ იყო რანაირად არ იყო კაცო ადრე აბეჭრელ ბაბანოებში ვინ ხნაურობდა ბაბუაჩემი მადლობა ვარდისთვის ყოველთვის იყო ნუ ტრანსგენდერი ქალები არ იყვნენ ხა მაშინ არ იყო ეს ოპერაციები და რაღაცეები და არ იყო ეხლა განვითარება მაგრამ რა თქმა უნდა იყვნენ კაცო ხალხი ყოველთვის იყვნენ უბრალოდ მაშინ არ იყო ესეთ თავისუფლება არ იყო ამდენი ინფორმაცია არ იყო ტელევიზიები და არ ჩანდა კაცო ეგ ყველაფერი თუ როგორ არ იყო ოდითგანვე არსებობს ეს არა მარტო ადამიანებში ცხოველებშიც არსებობს ეს აირად არ იყო ხო ნუ ადრე ითვლებოდა დაავადებად მაგრამ არ არის კაცო ეს დაავადება რანაირად არის დაავადება მატრიცაზე რო გიждებით და უყურებთ მატრიცას და აღიარებული არის რა ვიცი ნომერ პირველ ფილმად მსოფლიოში სცენარისტები იცით ვინ არიან იცით საერთოდ ვისი შექმნილი არის ეგ ფილმი ორი ტრანსგენდერი დის ან ორი ტრანსგენდერი და ანუ ძმები იყვნენ და ორივე ტრანსგენდერი ქალი არის ანუ ტრანსგენდერი ქალების შექმნილი არის ეგ ფილმი მეგობრებო ეგ სერიები შეიძლება გადაამოწმოთ რავი თუ აღჭერათ მაგის გარდა კიდე რამდენი ზოგადად ერთი ფილმია ერთი კომედიური ფილმი არის ქართული და მან დაამბობენ რომ გეები მსოფლიოს მართავენო მართალი არის თქვენ როგორ ეგრე არ არის ეგრე არის მაგრამ რა თქმა უნდა არსებობენ რადიკალი გეები და ტრანსგენდერი ქალები ცხთაშორის ყველას კიდეს იქნებს ხას აცდით მე გვარი არ ვიცი მაგრამ ეს დოკუმენტური მაგ ნანახი მაგ მასე დოკუმენტური ფილმი შენ თაიმომცე გაგაბუე და რაღა აქვს და ყლევ არის არ მოჯამო იქით არ მოგტყნაში და დამოტყნო ყველას ფეროში არიან რადიკალები მაგათაც არიან ტრანსგენდერი ქალები რომლებიც არ აღიარებენ ქალებს რომლებიც გამოიყურებიან თვითონ მამაკაცურად არ აღიარებენ და თვითონ ისე განიხილავენ რა ქვია ცუდად რა თუ დამოკიდებულება აქვთ შენედასაც შევეცი ნუ ეხლა რაღაცები მეც არ მომწონს მაგალითად ნუ უფლებები კი ბატონო ყველა თანასწორ უფლებიანი იყოს უნდა იყოს მაგრამ ფიქრობ რომ ნატურალი ქალი ტრანსგენდერი ქალი ვერასდროს ვერ იქნება ნატურალი ქალი გამორიცხული არ არსებობს იმიტომ რომ ერთი რეალობა არის რომელსაც ვერ შევცვლით და ეს რეალობა არის რეალობა რომ ჩვენ ბიოლოგიურად დავიბადეთ მამაკაცები ჩვენ სხეული ჩვენ დავიბადეთ ბიოლოგიურ მამაკაცებად მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ შინაგანად სულიერად ტრანსგენდერი ქალები ვართ ქალები ჩვეულებრივი მაგრამ ჩვენი სხეული ბიოლოგიურად არის მამაკაცის სხეული მართლმადიდებელი ჭეშმარიტა
ეს შემოძრეული იყო, ეხლა რუსულად მიწერდა რაღაცა ყლეობებს და ეხლა ქართულად მიწერს. ერთი ნახავი. ჩარტე გაგინებო. მე გინებო ფასილინგერაში და დამოტყნო. ერთხელ მკითხა ბისექსუალებში ქალის სულია თუ კაცის. ეხა ეგ სულ სხვა რაღაცა არის, კაცო, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალი. ბისექსუალი არის ორიენტაცია, ხვდები? ანუ ტრანსგენდერი ქალი შეიძლება იყოს ბისექსუალი და ნებისმიერ ადამიანი შეიძლება იყოს ბისექსუალი. ეგ სულ სხვა რაღაცა არის ფისა. მაგრამ გამიმარტივდება ცხოვრება. ბიჭებს ეგრე ფიქრობენ, რომ გოგო თუ იქნებოდა, უფრო მარტივი იქნებოდა მისი ცხოვრება, იმიტომ რომ იბოზებდა. აუ მოდი რა, იდი ნახوي რა რუსკი პიდარასტ. Пошел ты нахуй, свинья. Свинья несчастная. ყველაზე მეზიზღებიან გარუსებული ქართველები. აუ როგორ ვერ ვიტან. აუ როგორ ვერ ვიტან. არა მარტო გარუსებული, ზოგადად ის ქართველები, რომლებიც არიან უკვე გადასული იმ ქვეყნის ყაიდაზე. აუ როგორ ვერ ვიტან. რა უნდა გამაკეთებიო ეხა მე რომ ეს რა ქვია გადმოვიდი ამათ ყაიდაზე. მე რაც ვარ ეს ვიქნები ყოველთვის. აი ეს ქუთაისელი რაც ვარ მედი აქანე იქინე. მე ვერ შევიცვლები. ხო ეხა რა თქმა უნდა რეალურ ცხოვრებაში აქანე იქინე არა ვარ, სადაც საჭირო არის, მაგრამ მაინც რაც ვარ, სადაც უნდა წავიდე ვერსად ვერ შევიცვლები, გამორიცხული თემა არის და არ არსებული არის. ასახსნელი ნამდვილად არ გაქვს არაფერი არავისთან. იცი რა არის ასახსნელი რატო არა? იცი რა არის? ადამიანს არ უნდა ადამიანებს აქვთ ძალიან ცუდი წარმოდგენა ჩვენზე შექმნილი და უბრალოდ არ მინდა რომ გქონდეთ ეგეთი წარმოდგენა. უბრალოდ უნდა იცოდნენ რომ არაფერი დიდი განსხვავება ჩვენ შორის არ არის. ხალხს გონია ხოლმე რომ რაღაც ჩვენო ვიკრიბებით ეს გეები და ტრანსები და ისინი რაღაც ორგიებს ვაწყობთ და ერთმანეთში სექსი. ვაიმე არ საერთოდ არ არის ეგრე. აი საერთოდ არ არის ეგრე. საერთოდ ჩემს და წელიწადი გავიდეს და სექსიც კი არ მქონდეს კაცთან. მაგრამ ეგეთები გონივართ ხალხს, რომ აი სექსი გადაყოლილები ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერ ბედურებას ესენი აკეთებენ, ერთმანეთში შვებიან. არ და ტრანსგენდერ ქალს რა ისაქმება გეისთან, ანუ რადგან შეიძლება ხამე გეი მამაკაცთან სექსი მქონდეს, ეგ არის გამორიცხული თემა. ან გეი მამაკაც ჩემთან მქონდეს სექსი, ხო, შეუძლებელი არის. არარსებული რაღაცა არის. გეი არის მამაკაცი, რომელსაც მოწონს მამაკაცები. მამაკაცური მამაკაცები. მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და მე მომწონს ნატურალი მამაკაცები. მე რანაირად მომეწონოს მამაკაცი, რომელიც ყნაურობს კაცებთან. ეგ ხო გამორიცხული რაღაცა არის, არ არსებული რაღაცა. რა უხსენივე რას გააგებიებ, ვერ გააგებიებ. ეგ აბანოში ხო ეხა კაცო. რამდენიც გინდა. ხო და ეს ცუდი არის, ხვდები ესეთი წარმოდგენა რო აქ ხალხს არა ვარ ჩვენ ეგეთები როგორებიც თქვენ გონივართ. ყველაზე კარგი მეგობრები ვართ, ყველაზე მეტად გაგიგებთ. გვერდში დაგიდგებით. თუ კი რამე შეგეშლება ცხოვრებაში, ხელს არ გკრავთ. ჩაგიხუტებთ. რავი, ანუ ჩვენ ერთმანეთს მიმართ არა ვართ, ერთმანეთს არ ვინდობთ, თორე თქვენ დაგინდობთ.
Привет. სელი ბევრი ტრანს და გეი ფუჭებს სახელს. Ვაიმე რატო ჩემო კარგო ყველა ადამიანი არის ინდივიდი. მადლობა ელე. ანუ რას ნიშნავს რომ სახელს უფუჭებს? ანუ თუ ვიღაცა ქართველმა კაცმა ეხა რამდენი მოხდა ხო ბავშვებს რო აუპატიურებენ. ესე იგი რას ნიშნავს რომ ქართველი კაცები ყველა ეგეთები არიან? ყველა ბავშვებს აუპატიურებს და ყველა ცუდი არის? ხო, რატო არ შეიძლება ეგრე? ანუ როგორ შეიძლება ადამიანები ერთმანეთთან გავაიგივოთ? ხა ერთი ტრანსგენდერი თუ რაღაცა ცუდს აკეთებს, რატო ნიშნავს იმას, რომ იმაზე გადასატეხი ჯოხი ჩვენზეც უნდა გადმოწყდეს? აი რატო? გამაგებით ერთი. ის ინდივიდია რა შოშელი მისი ორიენტაცია და მისი რა ქვია იდენტობა. მე რა ტრანსგენდერი ქალი არის. სავალდებულო კი არის ყველანი ერთნაირები ვიყოთ. გოგოებს ჩემი სილამაზის გამო ვეზღები თქვენ კიდევ ცემოთავისგან ჩემი ლამაზი სახეა გაქვთ ვინა გოეგი. სევადეს ხელ გიყურებდი რაღაც არავის ვიცნობო. ხო, ანუ აქვთ ადამიანებს ეგეთ წარმოდგენა სამწუხაროდ. მადლობა ლინა, მე იშვიათი სილამაზ გოგონა ირინა, ახო იშვიათია ჩემი ყლები. აჩო ო ადრე ეგრე ბებია ჩემი 13 წელს გათხოვდა. აუ ქალო ეთრი აქიდან შენ სილამაზე კი და კაბელიში სილამაზე აღარ უყურს. მაშინ არ ითვლებოდა ნინი პედოფილად ეგ ყველაფერი. მაშინ არ იყო ეგეთი. მაშინ გოგო რომ მომწიფდებოდა უკვე ამბობდნენ რომ მზად იყო გასათხოვრად, იმიტომ რომ არ იყო ის განათლება ადამიანებში მაღალი, არ იცოდნენ, ხვდები? ხოდა ეგ დროც მოვა რომ ამაზე აღარ ელაპარაკებენ. ჩვენ ალბათ ვერ მოვესწრებით მაგ დროს. ზოგადად რთული არის ადამიანს გაგება, არ არის ადვილი. ბაი გაეცლი ქალო აქიდან. არ მოტყნა ტვინი. იცხავ შენ ტელეფონი გიყიდა იმას მოვტყან დედის ტრაკი. ადამიანებს გაგება ძალიან რთული არის. მე არ ვითხოვ არავისგან რამე გამიგოს და ჩემ მდგომარეობაში შევიდეს. ვერ მოგთხოვთ, ვიდრე ვერც გამიგებთ. მაგრამ პატივისცემას წინ რა უდგას. პატივისცემაში მას გულისხმობ ხარ რაღაცები მაჩუქეთ ხო არა. ანუ უბრალოდ რავი, როგორც სხვა ადამიანებს ეკცევი, ისე მომექცე. ხო და თუ მომექცევი ცუდად, მე იმაზე ცუდად მოგექცევი ჩემო კარგო. შეიძლება ვიღაცეები შენს დაყვირებულზე რო დაუყურებ გარბის, მაგრამ ერთი დღე იქნება შეგხვდება ვინმე სელენასნაირი და დაბადების დღეს გაწყევლიებს. ხო, მე არ ვიცი დანდობა. ვაიმე, ასა რამდენი წლის არის მოხუცია, ახალგაზრდა, ქალია, კაცია, დანდობა არ ვიცი, არ დავინდობ, არ მაინტერესებს. ითვითონ თუ არ მინდობს, მე უნდა დავინდო, ყლესე მგიდია, დედას მოუტყნა. დედას მოუტყნა. სულ რო ხელი ვერ დავარტყა, სახეში შევადუჟებ. ხო და აი ეგ მაშინებს სუსტად ეგეთი გიჟი რო არის. არ და რეალურად ძალიან ბულკივით გოგო ვარ ბიჭებო, ანუ ვაიმე
განსაკუთრებით თუ სიმპათიური ბიჭი არის. ვაიმე, ისეთი ნაზი ვარ, ისეთი ნაზი და ჰაეროვანი. ვაიმე, ზემოდან რო ვარ ხოლმე მეუბნები რამჩატე მეგო და მძიმე თუ იქნებოდიო. მკეთ რა შუაში არის, ვაიმე, კერო და ანუ ძალიან სტუმართ მოყარი ადამიანი ვარ. ქერთვა ძალიან გიხდებოდა, ხო შავ წარბებზე განსაკუთრებით მაკვდებოდა. ძალიან სტუმართ მოყარი ადამიანი ვარ და ძალიან მიყვარს ზოგადად სიმპათიური მამაკაცები. კერა და კარგი ადამიანები. ვაიმე, სკაი ბიჭი არის. ეს ვინ არის? დიმა ქურდული სამყარო ბარო. ვინახებ, შენ ხარ ქურდული სამყაროს წარმომადგენელი? რომელი ქურდული სამყაროს წარმომადგენელი ხარ, ვინჯა? არ გეთანხმები, აი, იციან ესე თქმა, ეს ჩემი პრობლემაა რა, პრობლემაო. ვაიმე, ჩემი პრობლემები ხომ კიდია ყლეზე და სხვისი პრობლემები სულ ყლეზე მგიდია. სხვის პრობლემებზე მანერვიული ახლა ჩემ მეყობა. ჩემსაც ვიგიდებ ყლეს და სხვის რა მანერვიულო. მარა ესე რამე ცუდი რო შემემთხვევა ხოლმე, იმენა 1 საათი ცუდად ავარ. 1 საათი ცუდად ავარ. მერე ვიღას ახსოვს ქალო. ვიღას ახსოვს ოღონდ. ასე ვარ გაბრაზებულზეც. თუ იმ გამაბრაზა, იმ წუთში მივარდები ყელს გამოვუხებ, თვალებს ამოვუხებ. 1 საათში სად მახსოვს, დაუჯდები ყავასდავლებ ის გვერდით. არ მაქვს გამყოლი გული. მეცლება ოცებ ხასიათი. შენ გარეში ჩვენი კარტა არ არსებობსო. არა მოგს ეს ჩემამდე მოაღწევს ყოველთვის. რა პრობლემა კაცო? არ გინდა ნამდვილი დიმაო. არ მომწონს სახელი დიმა სხვათა შორის. მომწონს ბიჭის სახელი ძალიან მოსე. ჩემი ფავორიტი არის ამ მომენტში. თემაზე წასვლა სხვის მაგივრად რა გჭირს? რა თემაზე წასვლა? რას ბჟკურობ? ნამიუკებით ნებელაპარაკეთ პირდაპირ მითხარით. დიმას ვეკითხებიო. მე წარმომწონს მოსე სახელი ჩემს ქმარს ქვია სელეო. მართლა, კაი ტიპია გო? მე ზოგს მართლა კაი ქმარი ყავს. სიმპათიური. მე რატომ ცოლიანი ბიჭები მომწონს ხოთა შორის სექსუალურები არიან. უფრო რთულები არიან, თქო ესე ფიქრობ. ხოთა სირთულე მიზიდავს, ანუ აი ესა რა აკრძალული ხილის ჭამა მიყვარს ზოგადად. ლოკა ვირგიზვის მართლა კი გოგოებო მოსეთო მოშე. მართლა კი რა, ვაიმე არა, სხვის შეყვარებულს და სხვის ქმარს არასდროს არ გავხედავ. ანუ არ ვიფიქრებ თუ ახლობელია რა თქმა უნდა, თუ არ ახლობელია რა მაშინ კი. ხო მესმის მოსე მეც მომწონს წყალს. ხო უნდა ნახოთო რა წყალს ბიჭო. მე მყავს სოლიო. მე რა გიყო რა ყავს? მე სხვა დეგემატო ზემოდან თუ რას გთხოვ? აბა შენი რა გახსნე ინტერესო. დაგემატებით თუ ვინათ ვინას.
რა თუ მოგწინდათ ერთფეროვნება ჩაგიწვევით ჩუაში და გავაკეთეთ ტოსტი მადლობა ბლეკ ტოსტი გავაკეთეთ მე ვიქნები ყველი და თქვენ იყავით პურები პიტალოს ადალებს მე რად ვარ მივდივარ რამე ხარ ლაივში ვარ მე ერთ მიშორი 3 საათი რა ვარ მაგრი ხა მე ვარ უსაქმურად ვარ თქვენს კაი უსაქმურები ხართ მე ხო ვარ თქვენ ჩემზე უარესე გო 3 საათი აქანე ვარ და 1 მილიონერმა ვერავინ შემამჩნია ბედი ხო უნდა ყველაფერს ვაი ინსტაგრამში რა ბიჭები მწერენ ვაი მე ღმერთო ეხა ხო ვლაიქებ ხოლმე იქეთი კაცრი არ ვლაიქები და ეთქობა ლაიქებს ხო ნახულობენ ქალო და გადმოდიან და ვაი მე რა ბიჭები მწერენ ღმერთო გავგიშდი გავაფრინე ვაი მე ერთი ბიჭი მომწონდა რამდენი ხანი იცი ვერც კი ვიფიქრებდი თუ ადრეს მე მომწერდა გუშინ მომწერა ჩამიგდა ნუდი ვაი მე რა მახინჯიყლე ქონდა ღმერთო შემძულდებით გაეთრიე გადაკლაკნილ რაცხა უბედურება ვიგე და კაი შემწოხდა გული მოღუნული კი არ ის ამ ქართული ბიჭებს ყველას მარცხენა მხარეს რატო აქვს მოღუნული ანუ რატო ქართულ კაცებს ყველას მარცხენაზე მარცხენა მხარეს რატო აქვს ეხლა მოღუნული ოღონ გამაგებია თვინბე ან მარცხნივ კალ ხოშლმა ტროსეკი სწორად ჩაიდოთ ეგ წყლე და გვერდზე არ მოაქციოთ ავანტყობები ყველას გადაღონული რა ფერ გაქვთ გადევიდი გავსუნელდი ჩვენთან 3:51 ჩემთან 2:54 არის Bonjour, bonsoir, bonjour. Come am che dilari. C'era che bice. Schedi. Co cartfeles bonjour, c'est la madame. გოდილარიო ქალო ღამის 2 საათზე მეუბნება ღმერთო მიშველეთ ამათან დილად ითვლება ქალ მუსიკებს აპრიტატია კუჩას ტუტოცები აი ტუტოცები გეფიცები ანუ შეიძლება ღიფიქროს ადამიანები რომ ადა ხალხს ზინავს ბავშვებს ზინავთ არ მოგერიდებიან ესე ტუტოცები არის საქართველოში ხარ ესე ვინმეს რომ გადაგაევლო სულ დეზმუტელს დაამხობდნენ თავზე გაიხარჯებ გარკვეულ აი სხვათაშორის ის კულტურა რაც არის ჩვენთან ხო აქ არ არის მე საცხოვრობდი გვინ რომ დაიღრიელებდა ხოლმე ან მუსიკებს ჩართავდა რომ გადაუდგებოდნენ იმიდან რა ქვია ფანჯრებიდან დედის მუტელს აგინებდნენ ჩემ ხელა თავი გაქში ჩემ ნაკ დაგიჭერენ მაგის გამო ეგრეც უნდა ქნა დაგიჭერენ რა ყლეზე გიდიათ ახალ წელს ქალვა გამგებო კონცერტები ატარენ
შოკში ვიყავ. ანუ აი მე ამეშალა ნერვები, ანუ ვიღაცა ემიგრანტს მე არ მივცემ უფლებას ჩემ ქვეყანაში გადაიჯვას თავზე. დედას მოუტყნა. მე არც ვამტყუნე. არ ვამტყუნებ, ანუ არც უნდა გავამტყუნო. არავის არ უნდა მიცეთ თავზე გადაჯმის უფლება შენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, შენც არ უნდა გადაიჯვა თავზე. არც ერთ შემთხვევაში. და კიდე ის რო არის, აი კლუბებში რო ქართულ ბიჭებს არ უშვებენ, ის რო არის, რა ქვია, ეს უცხოური კლუბები, აი დედის მოდელს მოუტყნავ ეგეთ კლუბს. აი დედის ბენზინს მიუასხამ და დავწვავ. რას ქვია, ქართულს არ უშვებ საქართველოში, ჩამოთრეული ხარ, გახსნილი გაქვს უცხოელის კლუბი და ქართულს არ უშვებ კლუბში. დედის მოდელს მოგიტყნავ. მაგრამ არ უშვებ, იმიტომ რომ მარტო ბოზები შედიან და ისინი რა ქვია, უცხოელები. მასე არის კლუბი, ბანკი რო არის, იმაზე, რა ქვია? ელბაქიძეზე, ხო? მარტო ბოზები შედიან და უცხოელები. მეც არა ქართულ ბიჭს იმენ არ უშვებენ. იმე შვიდი არ შეგიშვებენ. აი მაგ დროს დალეწავ, ხო, მე ვეღარ გაბედავი, მაგრამ ბედავი, კრიშები ყავთ მაგათ. შენ გონი არ ყავთ კრიშები? არ ყავთ. სენსორები ჩხობს სადა ჯენაიგა სატოაცეკვე, ოი. კიდე იმასაკეთებენ საქართველოში გოგოები, უცხოელები ყავთ ჩამოყვანილი. და მაშინ ზიან, რა ქვია, ტინდერში ზიან, ჩვეულებრივ ფულზე მუშაობენ. ტინდერში ზიან და იცნობენ უცხოელ ბიჭებს, ტურისტები ვინც არიან და ეპატიჟებიან ბარში, აპატიჟებიან თავს და ქვეყანა ფულს ატოვებენ იქ. ძალიან ბევრი არის გოგოები, რუსები განსაკუთრებით მუშაობენ მაგ თემებზე. ამიტომ ბიჭებო ტინდერში თუ გოგოებს არ მოწონხართ ხოლმე გული არ დაგწყდეთ, იმიტომ რომ ეგენი ნადირობენ ძირითადად უცხოელებზე. აბა ცადეთ და გააკეთეთ ვინმე უცხოელი ტიპის სურათით ტინდერი. და ნახავთ რამდენს მოეწონებით. პროსტა ჩაატარებთ ექსპერიმენტი, არ გაინტერესებთ თუ იმ ბოზები ხარ. აი ეგეთი ქალები და დალეწო. აი მაგათ ხა ეგეთ გოგოებს მე დავლეწავ სიამოვნებით. იროგ მიზიზღებიან მაგას მირჩევნია ადამიანობით ვაგზლის ბოზი, რასაც ქვია, ხო იცით? ვაგზელზე რო ბოზი დგას. აი ეგ ბოზი ჯობია ეგეთ გოგოს ადამიანობით, რომ ეგეთ სიბოროტეს უკეთებ ვიღაცა იმას რა ქვია უცხოელს. მე იმ უცხოელმა რო გნახოს ქუჩაში და დედა მოგიტყნას და დაგასიკოდილოს ხო ხარ ღირსი? არ ხარ ღირსი? ეგეთ ყლეობას რო გაუკეთებ. თაღლითები ხო, ქალო, პუტანკები. მაგას ჯობია ტრასაზე დადგიშეთ და მოტყნულო და მაგით იშოვო ფული. შენი იმითი მაინც იშოვი შრომით და სხვისი გაუბედურებით მაინც არ იშოვი ფულს. მაგარი დამოტყნულები არიან ეგეთი გოგოები. ოი, შენ ძრეულები შეფერთხილები. დაიჭიროს ბევრი ეგეთი. მაგათ რა დალევს. მაგათ დაიჭირენ სხვებს ჩამოიყვანენ. რა მამაშებთან რამდენი უცხოელი არის ჩამოსული? იცით რამდენი მამაშა არის საქართველოში უცხოელი? სავსე არის ხალხო. სავსე არის. ვერცაც ვერ ნახავთ საიტზე. არც ერთი არ არიან ბოზების საიტზე, არც ერთი არის. სულ მამაშებთან მუშაობენ. ძალიან ბევრი. აი ამ არაბი ტურისტები და ისინი რო ჩამოდიან მაგაზე ამუშავებენ, რამდენი წმინდა იმდენი არის. და რანაირი წმინდა ინაირები ყავთ. ბათუმში დედა უტრენ მაგ სისტემას ზელეო აუნათი მაგ სისტემას
ეგ სისტემა ყოველთვის იქნება დამიჯერე, ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. ყოველთვის იქნება, ყველგან აბსოლუტურად არ არსებობს ქვეყანა ეგ თემა რო არ იყოს. ყოველთვის იქნება, უბრალოდ იცი რა არის ქალ აღარ არის ის დრო რომ და ქალმა თქვა რომ მეტი გზა არ მქონდა, ხვდები? აღარ არის მეგობრებო ის დრო. იმიტომ აღარ არის ის დრო რომ უკვე ძალიან ბევრი რამე არის განვითარებული რომ ძალიან ბევრი სერვისები არის რომ მიიღო განათლება უფასოდ და მოკლედ პროფესია შეისწავლო და ბოლო-ბოლო ადგე და წახვიდე უცხოეთში იმუშაო, ანუ ძალიან ბევრი შესაძლებლობა არის. უბრალოდ მეცოდებიან, ხვდები? აი ტრანსგენდერი ქალებიც მეცოდებიან, მაგრამ ტრანსგენდერი ქალების შემთხვევაში კიდე ჩვენ იმდენად არ ვაჩაგრიებთ თავს კაცებს, ვერ გვჩაგრავენ. მაგრამ ეგენ ძალიან ჩაგრებიან და უბრალოდ მენანება, ხვდები? ანუ რო ხედავ ლამაზ გოგოს, არა გვიშლება როგორ აქვს ფიზიკურად, ბოზი რო ბოზობს, უბრალოდ მენანება, ხვდები? ანუ იმიტომ მენანება რომ რავი ყველა ქალი მსახურებს ბედნიერებას, ყავდეს გვერდით საყვარელი მამაკაცი და ოჯახი და იყოს ბედნიერი, ხვდები? ანუ მაგრამ არიან ისეთები, ვისაც სიამოვნებს კაცო ეგ პროფესია. აქ მაგალითად არის ოფიციალურად მუშაობენ, გადასახადს იხდიან და ყველაფერი. უბრალოდ რავი, მე ჩემი დამოკიდებული ხ მე რო ნატურალი ქალი ყოფილიყავი, რავი არ დავადგებოდი ალბათ მაგზას სხვანაირად ვიცხოვრებდი და მაგიტომ ენანებიან უფრო. და ისედაც ქალების მიმართ ცოტა ისე ვარ განწყობილი, უფრო დადებითად ვარ განწყობილი ვიდრე მამაკაცების მიმართ. მამაკაცები ბევრ რამეში არ მეცოდებიან, მაგრამ ქალები მეცოდებიან უფრო. განსაკუთრებით სუსტი ქალები თავს რო ვერ იცავენ ძალადობისგან, მაგენც მეცოდებიან. მამტო ყოველთვის რომ ქალმა პირველ რიგში უნდა ეცადო მიიღო განათლება და თუ განათლება ვერ მიიღე, მაშინ უნდა ეცადო რომ კონდე შენი პროფესია დიასახლისობის გარდა, იმიტომ რომ ყოველთვის კონდეს შენი თავის იმედი და ყოველთვის შეძლო თუნდაც ოჯახის რჩენა, რატომაც არა, ხო, რა იცი ხვალ რა ხდება. და ადამიანმა როცა არაფერი არის, არც განათლება გაქვს მიღებული ქალმა და არც პროფესია არ გაქვს, ძალიან ბევრი არიან ეგეთები, რომ უბრალოდ უბედურები არიან ქმრებთან, მაგრამ ვერ ანგრევენ ოჯახს, იმიტომ რომ შვილები ყავთ და იციან, რომ ვერ მოუვლიან მის შვილებს ვერანაირად. ვერაფერს ვერ შეძლებენ, აღმოჩნდებიან ისე ღიაცის ქვეშ. მაგრამ ძლიერ ქალებს ეგრე არ ემართებათ. ძლიერ ქალებს, განათლებულ ქალებს, ისეთ ქალებს, რომელსაც პროფესია გააჩნიათ. ძალიან რთული არის, მოკლედ. ის პერიოდი არ და ის ცხოვრება არის, რომ განათლება არის აუცილებელი არის. აი როგორი აუცილებელი არის, მეგობრებო, იცით? რომ ძალიან დაიჩაგრება გაუნათლებელი ადამიანი. ხო ისედაც იჩაგრებიან, ხო და უფრო დაიჩაგრებიან. კაცებად, თუნდაც რატომაც არა, ეგეც შესაძლებელია, რომ ცოტა ქალები არიან, რომლებიც ძალიან შემდგრები არიან და ძალიან ისე მთელ ოჯახს ხედავენ და მოკლედ ბიზნესები აქვს, დაწყობილი აქვს ცხოვრება. აგრესიულები. ეხა მე როგორც ქალს, რა თქმა უნდა, მე ცოტა ესეთ შეხედულებები მაქვს, აი ჩემი გემოვნება ცოტა სხვანაირი არის. ხო ვამბობ ეხლა რომ რაღაცა ქალს ესე უნდა გქონდეს რომ არ დაიჩაგროს, მაგრამ მე ჩემი შეხედულება სხვანაირია. ჩემ შეხედულებაში
რა თქმა უნდა ჩემთვის უფრო კარგი იქნებოდა თუ მე ვიქნებოდი დიასახლისი და ჩემი ქმარი იქნებოდა ოჯახში შემოვდანი იმიტომ რომ მე იმდენად ვარ მოწყურებული და იმდენად მინდა ეს ყველაფერი და იმდენად ჩემში არის რომ მაგაზეც კი თანახმავარ ხვდებით ანუ მაგაზეც კი თანახმავარ რომ ეგრე ყოფილიყო მართლა ქალი ხარ კი თვითონ მე პიროვნება ჩემი სული ქალი ვარ სხეული მე არ მეკუთვნის ეს სხეული ჩემი არ უნდა ყოფილიყო ეს სხეული წესით მე ესე ვფიქრობ რომ არ უნდა ყოფილიყო არ ვიცი რატო ვინ ამირჩია ეს სხეული მე არ ამირჩევია და არც ამირჩევდი მაგრამ აშკარად რაღაც მოხდა ისეთი რაც არ უნდა მომხდარიყო იმიტომ რომ მე არ მეკუთვნის ეს სხეული არასდროს არ მეკუთვნოდა მე ეს სხეული ბავშვობიდანვე არ მეკუთვნოდა და ბავშვობიდანვე ხვდებოდი რომ მე არ მეკუთვნოდა ეს სხეული არ მომწონდა ჩემი თავი რომ უყურებდი რატო არ მეთქი ესეთი ბავშვობაში ვფიქრობდი რატო არ მაქვს გრძელი თმები რატო მჭრი ბებეჩი ზონებითი თმები არ შემჭრა თქო ანუ მადლობა მარიამ ჩემი დისკაბებს ვიცმევდი ბებეჩი მე არ მეუბნებოდა არაფერს ბავშვი ვიყავი მაინც ანუ რაღაცა ეს ხეული არ იყო ჩემი არჩევანი არ ყოფილა ჩემი არჩევანი არ ყოფილიყო რა თქმა უნდა გოგო იქნებოდი ნატურალი მაგრამ სად არავინ არ გვასწავს არჩევნის უფლებას ისე ვიბადებით დარწმუნებული ვარ ახლა თქვენს ზოგიერთს გაქვთ ხოლმე იმის ფიქრები რომ ქონდათ არჩევანი მაგალითად გოგოს მაგრად ალბათ ბიჭი იქნებოდით ან ბიჭის მაგრად გოგო იქნებოდით იქნებოდა ალბათ ეგეთი ფიქრები და მე ჩემ შემთხვევაში მარტო სურვილზე არ არის ხვდები თუ დავიბადე კაცად მაშინ უნდა ყოფილიყავი კაცი ხო ანუ თუ დავიბადე კაცად უნდა ყოფილიყავი კაცი ვარმე გაეთრია აქ ეს გამოყლებული ბაჩო არის კვირა თუ დავიბადე კაცად მაშინ ყოფილიყავი ეს დამოტყმული კაცი ხო ანუ შინაგანათაც კაცი ყოფილიყავი თუ მაინც კაცად გამაჩინა ღმერთმა ხო ღმერთის ნება არის ყველაფერი ყოფილიყავ მაშინ კაცი შინაგანათაც და არ მომიწევდა ასე ტანჯვა ხო არ მომიწევდა ტანჯვა არ მომიწევდა ამდენი შეურაცხყოფის მოსმენა არ მომიწევდა ამდენი ძალადობის გამოვლა არ მომიწევდა თავის გადასარჩენად საზღვრების გაკეთება არ მომიწევდა ქუჩაში უკან გახედვა ვინმე ხო არ მომზდებს რამე არ ჩამარტყას თავში ანუ ხო ვიცხოვრდი ჩვეულებრივად კაცო მე ვიყვანდი ცოლს მეყოლებოდა შვილები და ძალიან ჩვეულებრივად ვიქნებოდი ხო მეყოლებოდა დიდი წრე და ქუჩაში არავინ არ მოიშვერდა ჩემსკენ ხელს ხო ანუ ხო და თუ არა და მაშინ თუ ესე უნდა ყოფილიყავი სულიერად და შინაგანად ქალი მაშინ გავჩენილიყავი ხო ქალად ვიცხოვრობდი ჩვეულებრივად კაცო მეც გავთხოვდებოდი ან რა მნიშვნელობა აქვს ხო მაინც საჭირო კი არა გათხოვდი ქალი და საჭირო კი არა დედა გახდე და შვილი გააჩინე მაინც ყველას კი არა მაგის სურვილი ხო რატო უნდა მომდომებოდი ახლა ყოფილიყავი ადამიანი რომელსაც თიც იშვერენ ხო ანუ თქვენ გინდათ იყოთ ეგეთი ანუ გინდა ვინმე აქვს მაგის სურვილი რომ იყოს ისეთი ადამიანი რომლისკენაც თიც იშვერენ გიჟი კი არა ვარ ახლა ამდენი შეურაცხყოფა ვისმინა იმის გამო რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ მაგრამ მეტი გზა რო არ არის აბა რა მექნა ბიჭის სხეულში ქალი ყოფილიყავი და ცოლი მომეყვანა
და რა მექნა მე ერთად ჩაგვეცვა კაბები და ერთად გაბრანჭულიყავით თუ რა უნდა გამეკეთებია ანუ მე იმას როგორც დაქალს ისე შევხედავდი ყოველთვის რა უნდა გამეკეთებია მე ვცერ გავაკეთე მე გადავთ რასაც გავაკეთებდი სადმე ჩამოვიკიდებდი თავს და მოვიკლავდი ამენებს გადავიჭრიდი ან სადმე თავს ჩამოვიხრჩობდი მეტი გამოსავალები არ მექნებოდა აბა ერთმა მეცხოვრა მითხარით ერთი მადლობა ნათიკო რა ერთმა მიარსება საერთოდ იქნებოდა უბედური ადამიანი ხოდა მაგიტომაც გადავდგი ეგ ნაბიჯი და ავიღე თავზე ყველაფერი აბსოლუტურად ფიქრობდი ხოლმე 25 წლამდე რომ მეთქი ხალხი რა სიტყვის ნათესავები დედაჩემს გული გაუსკდება დამცინებენ შოროწყფას მომაყენებენ ვიღაცა შეიძლება მცემოს ვაიმე ძალიან ბევრი ვიფიქრე ძალიან ბევრი ვიფიქრე ძალიან ბევრჯერ გადმოვხარშე რაღაცეები 1000-ნაირად დავფიქრდი და ბოლოს მივხვდი იმას რომ ჩემს თავზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში არავინ არ არის და თუ მინდა სიცოცხლე ორი გზა მქონდა ან და მეცოცხლა ასე ან თავს მოვიკლავდი მეტი გზა არ იყო ხო და მე სიცოცხლე ავარჩიე ჩემო კარგო თუნდაც ბრძოლის ფასად ანუ სიცოცხლე ავარჩიე ბიბრძოლებ მაგიზედაც მოვტყონ თუ ვინმე ტყვიას მესვრეს ახლა ბოზურად და მომკლავს მე ვერ შევეწინააღმდეგები მაგრამ ხელით თუ წამოვა ვინმე დედას მოუტყნა შევეწინააღმდეგები კი არა და თვალებს ამოუღებ ხუთი თუ იქნებიან ერთს თან გავიყოლებ არ მეშინიას არავის ხანახან მიწერენ ხოლმე გაიქეცი ქვეყნიდან გეშინოდაო რატო გავიქი ვისი მეშინოდა თუ მეშინოდა მაშინ რატო ვიყავი მან საერთოდ ხო ანუ რატო ვიყავი მან რატო კაცო არ დავდიოდი გარეთ არ გავდიოდი ჩოვებად დავდიოდი ყველგან რისი მეშინოდა კაცო ყლეზე არ მეკიდა ვინ მოდით ერთ და ვინ მომჭამეთ ყლე ძალიან მაინტერესებს ვინ მოდი მქონდა შეგეთი შემთხვევები მქონდა მაგრამ მე არა ვარ მეგობრებო დებილი ადამიანი რომ ვერ მივხვდე რაღაც სიტუაციებს მე არ ვენდობი ადამიანებს არასდროს და რო არ ვენდობი ადამიანებს არასდროს მე ეს ყოველთვის მადგება მე ყოველთვის ტოვებ იმის შესაძლებლობას რომ ამას შეიძლება ეს რაღაც გააკეთოს ყოველთვის და ყოველთვის ვიცი მე რა დროს რა ნაბიჯი უნდა გადავდგა ადამიანს რო შევხედა მის რეაქციას ხო მე მყავდა ეგეთი ტიპის სახლში მე რომ კარები არ გამეხოდა პოლიციაში არ დამერეკა просто შესაჩნებლად დავრეკე პოლიციაში რომ მეთქი შეეშინება და გავათქო არც მაგას არ შეეშინდა მაგრამ მაინც მეთქი ყოლის დავიწყებ გამოვყრე მთელ სამეზობლოს გარეთ მეთქი და მე გავიდა თორე მე რომ იმასთან დამჯდარიყავი მიმაკლავდა იქვე ანუ ტიპი ჩაოლებრად მომკლავდა ერთი მეორე კიდე ერთი ვიღაც ყლე იყო მარხვაზე ყოფილა თუ მარხვაზე თუ იყავი შენ დამოტყნო რას მოდიოდი ჩემთან ხო და მეორე ეგეც ანუ მაგასთან თავი დავიძრინე მაგას გარდა თურქეთში კიდე რამდენი კაცო რომელი ერთი ტრანსგენდერი ქალი არის ყოველთვის აი შეიძლება ესეთი ვიღაცა მოგივიდეს რომ მიგაკლას იქვე საერთოდ უმიზეზოთ დაგაკლას ხორივით დაგკლას მე მაგითო გერ წამოვიდე რომ მაგათი მეშინოდა მაგათი არ მეშინოდა მე საერთოდ არ მეშინოდა მე საქართველოსდან იმდო წამოვიდე რომ უბრალოდ მე არ მინდოდა მაგ საქმის კეთება ხვდებით დაღლილი ვიყავი უკვე იმით რომ სულ უნდა მებრძოლა იმისთვის რომ თვის ბოლოს ქირა გადამეხადა საჭმლის ფული მქონოდა სიგარეტის ფული მქონოდა გადასახადები გადამეხადა სულ მე ვერ გავჩერდებოდი ანუ ხვდებით
ვერ გავჩერდებოდი მაგით დავიხალე აი მაგით დავიხალე მაგაზე ფიქრით აი მარტო ქირა რომ ახსენდებოდა ხო ტაში მაჟრიალებდა ხოლმე რო გადავიხდით ქირას და ესე ამოვისუნთქებდი ხოლმე რამოდენიმე დღე საერთოდ არ მუშაობდი მე ესე ვიწყებდი ხოლმე ტელეფონი რომ მერეკავდა ხოლმე ტაში მაჟრიალებდა ტაში მაჟრიალებდა ხომ ჭირდებოდა ფული ხო ვიცით რომ ტიპი მოდიოდა და ფული უნდა გადაეხადა ხო და ხომ ჭირდებოდა ეგ ფული და თან მინდოდა რომ არ მოსულიყო თან ფული მჭირდებოდა თან მინდოდა მოსულიყო და თან გულით მინდოდა რომ არ მოსულიყო წარმოიდგინეთ რას გრძნობდი და რას თამაშობდი და საერთოდ რეები მაგ გამოვლილი მაგისთვის წამოვედი მე თორე მეც შემეძლო მან დარჩენილიყავი და 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დავდიოდი მანდ გადამეღო სტორები დამედო და კარგად ჩამეცვა სექსუალურად და მქუსლიანებზე მევლო სალონებში მევლო მეც შემეძლო მანდ მაგრამ იმ სტორების უკან რომ სხვა რეალობა იმალება რო უყურებ ხოლმე ხა ტრანსგენდერი ქალები რო დებენ ხოლმე სტორებს ხო ზოგს თვითონ გონიათ რომ მე მშურს კი არ მშურს გულის სიღრმეში მე მეცოდებიან იმიტომ მეცოდებიან რომ მე ვიცი რეალურად იმ სტორების უკან რა იმალება სხვა თუ არავინ არ იცის ჩვენ მაინც ვიცით ეხლა რა თქმა უნდა არიან ისეთებიც ვისაც უსწორდება ეს საქმიანობა კაცო თავის გადასაწყვეტი არის ეხლა აქ შეიძლება გაგისწორდეს ადამიანს ევროპაში იმიტომ რომ აქ ეგრე არ გიქცევიან როგორც მანდ გიქცევიან ქართველი კაცები აგდებულად და საშინელი რაღაცებს გეუბნებიან მაგრამ ცოტა რთული არის რა ყველაფერი ჩემთვის რთული იყო ყოველ შემთხვევაში ხო და იმდო წამოვედი აქეთ მეგობრებო რომ აქეთ სხვა ცხოვრება დამეწყო ახალი ცხოვრება ხო რა ვიცი ჯერ ვერ მოვჯექი ვერ ჩავჯექი კალაპოტში ისე როგორც მე მინდოდა კესარიაც უმიზესოდ მოკვდა ბოსობო არა მარა ვადგი ვარ მაგზას იცი რა არის ცუდად მე არ მინდა რომ ვისაუბრო მაგრამ მოდი რა ამ თემაზე არ ვისაუბროთ არ იქნება სწორი საქციელი და ლამაზი საქციელი მაგრამ ერთადერთი რას ვიცი არის ის რომ ვინც არ უნდა იყო ადამიანმა ილუზიაში არ უნდა იცხოვრო საქართველოში არასოდეს არ მიიღებენ ტრანსგენდერ ქალს ნამდვილ ნატურალ ქალად ეგ არის გამორიცხული თემა მეგობრებო არ არსებული არის მეგობრებო არ არსებულია ილუზიაში არავინ არ უნდა იცხოვროთ თქვენ კი არა აი მე ხო რავი ვერ ვიტყვი რომ თლიან საქართველოს ხო რა თქმა უნდა ძამბერს ვეზიზღები მაგრამ იმდენ ადამიანს უყვარვარ ეხა თქვენ რავი არ გინახეთ ჩემ Facebook, Instagram ფიზიკურად მე ვერ ვცემ ადამიანებს პასუხს და მე ვერ ვამბობ იმას რომ მე ამ ადამიანებს არ უყვარვარ როგორც ნამდვილი ქალი არ უყვარვარ მე ამ ადამიანებს უყვარვარ უბრალოდ როგორც სელენა ხვდები ქალი ვიქნები ყოველთვის ტრანსგენდერი ქალი ვიქნები მე ამათვის კი არა საკუთარი დედასთვისაც კი არა ვარ ნამდვილი ქალი და სხვისთვის რანაირად შეიძლება ვიყო ნამდვილი ქალი საკუთარი დედისთვისაც კი არა ვარ ისიც კი არ თulis რომ მე ნამდვილი ქალი ვარ და სხვა რანაირად ჩემთვის მივხედავთ რომ ცხოვრებაზე მეტად უყვარვარ სიცოცხლეზე მეტად უყვარვარ დედაჩემს ხო მის თავზე მეტად უყვარვარ დედაჩემს
სიყვარული სულ სხვა რაღაცა არის და დამოკიდებულება, შეხედულება სულ სხვა რაღაცა არის, როგორ აღგიქვამენ შენ. ეგრე არის ჩემო კარგო. და კიდე იცით რა არის? არ უნდა მე არასდროს არ მოგაჩვენებ თავს იმათ, რომ ვარ ძალიან ბედნიერი და უპრობლემო ადამიანი და ძლიერი და მოკლედ ყველას ვუყვარო არ და ყველა გიждდება ჩემზე და ყველას მიღებული ვყავარ. არ არის ეგრე. არ არის მეგობრებო ეგრე. შეიძლება მე ჩამოვიდე შენ ჩამეხუტო 10 ადამიანმა ჩამეხუტოს ქუჩაში და მე-11-ემ ტყვია მესროლო შუბლში ანუ. იმიტომ რომ ეგრე არის ხვდები ანუ საქართველოში ტრანსგენდერი ქალების მიმართ დამოკიდებულება და ჩემს მიმართაც. ვიღაცა ბოლოს უკვე სამ წამოვიდოდი რომ ხვდებოდნენ ქუჩაში მეხუტებოდნენ და სელე გვიყვარხარ და რავი ტიპები მანქანებს აჩერებდნენ და გიждები შენზე და წამოსალე რესტორანში წაკვადიჟებ და ხო გიყვარს ჭამა და რა ერთად ვჭამოთ და გავივლიდი მე 2 მეტრს და ვიღაცა იქედან ყლეობებს მეძახოდა ანუ კი დედის მოტორს ვუტყნავდი მე მაგრამ მაინც ხოდა რა თქვა ეხა მე არ ამბობ იმას რომ ავდგები და მოდი დავბრუნდები საქართველოში და იქ ბედნიერად ვიქნები. თქვა რა თქმა უნდა ბედნიერად ვიქნები, მაგრამ უბედურად კი არ ვიქნები, მაგრამ ხო ვიქნები იმ საფრთხის ქვეშ რომ რაღაც მოხდეს უბედურება. მე კი არაფერი მაგ დასაკარგი მეგობრებო, არა. არ ვფიქრობ რომ ის მიშინია. არ მიშნია არაფრის. ერთადერთი რის მიშნია, იცით, იმის კი არ მიშნია რომ მომკლავენ. მომკლან მე რა, ანუ მე რა, მომკლან. მაგის არ მიშნია საერთოდ. მე მიშნია რომ მე არ მოვკლავინ, მე ხვდებით? მაგის მიშნია. აი იმ ბავშვის ვიდეოს რო ვუყურე, ხო? დედამისი რომ მოკლა. აი მე ტვიში სისხლი ჩამეკცა. იცი რა არის თავს რო იცავ ადამიანი, ხო? შეიძლება შემოგაკვდეს ვინმე. თავს რო იცავ ადამიანი, შეიძლება შემოგაკვდეს ვინმე, არ არის გამორიცხული. მე დამემართა ერთხელ ეგეთი შემთხვევა თურქეთში მეგობრებო და აი მაგის მერე ვარ მე შეშინებული მაგ ყველაფერზე. მაგის მერე ვარ შეშინებული მაგ ყველაფერზე. ისევ ცემე ის კაცი, ხო? ისევ ცემე რომ გონება დაკარგა, ანუ გათიშული იყო. მე მოვასულიერე. ანუ ჩემი ნაცემი კაცი მე მოვასულიერე. ხვდებით? და მაგის მერე ჩამყვა შიშად, აი ყველაფერი რომ მეთქი აი ვიღაცა მოწამოიწო შემკენ ხელით და მე ხო ვიცი ჩემი თავის ამბავი, მე არ ვიცი დანდობა მეგობრებო. მე თუ გადამეკეტა, აი როგორც არიან ხო იცი? მე თუ გადამეკეტა, მე თუ სისხლი არ დავინახე მის სხეულზე, მე ვერ მშვიდდები. არ შემიძლია. მაშინ ჩემ თავის რაღაცა უნდა მოვწიო, ან რაღაცა უნდა გავაკეთო, ან რაღაცა უნდა დავლეწო, ან რაღაცა უნდა გავაკეთო. რატო არ ესეთი არ ვიცი? მავანტყოფი ვარ მე მგონი. ხო და მაგის მეშინია ხოლმე რომ ანუ მირჩევნია იმან მომკლას, ვიდრე მე ადამიანი მოვკლა. საკუთარი თავის დასაცავად. მაგას მე შეშინილება რა შეიძლება იყოს? არც არაფერი. შენი აზრი თვითონ ბევრი თემის კაი რა ჩემო კარგო, ეხა რა თემის ზოგი ყველა ერთნაირი კი არ არის, ვის რას უშავებენ. ყველა ერთნაირი კი არ არის. მე რამე ხوار გამომიჩნდა წერღან. მორალი არ გიშევს. ვაიმე არა, ვემექსვი. ეგ არის ყველაზე მეტი საშინელება ალბათ. მაგრამ რა თქმა უნდა, ადამიანი თუ კი იძულებული ხარ საკუთარი თავი დაიცვა, მეტი რა გზა გაქვს, ხო? ანუ თუ სიცოცხლე გინდა. კულადობა გამართლებული შემთხვევაში თუ თავს იცავს. და
ვაიმე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება არასდროს ვამბობ და ყოველთვის მე თვითონაც ამაზრზე ვარ, რომ ყველამ მისი კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ მე რომ შვილი მყოლოდე და ჩემ შვილზე ვინმეს თითი დაედო, ვაი არ ვიცი რას უზამდი. არ ვიცი რას უზამდი. ალბათ მაგ შემთხვევაში იმ გულზე ადამიანი ყველაფერს გააკეთებს. ალბათ არ არის გამორიცხული. რა გავაკეთო აბა? შემოყევით ლაპარაკს. არ არის გამორიცხული. მე ერთხელ ერთმა კაცმა ბობოს წიხლი ამოარტყა. ანუ ძალიან კი არ ამოარტყა, ესე ამოდო და გადააგდო ბობო. ვაიმე მეგობრებო, იცით რა ვქენი? ანუ მოკლა მინდოდა ჩვეულებრივად იმ კაცის. რომ ჩემ ბობოს ეგრე გავუკეთა ძაღლს და მე რო შვილი მყოლოდა და იმისთვის ვინმეს ან თითი დაედო ზედმეტად ან რამე გაიკეთებია, მე მოუკლავდი ალბათ, ვინც არ უნდა ყოფილიყო. და ჩემ მაღაზიაში მუშაობდათ ადრე, სხვა მაღაზიაში, ხა სხვაგან მუშაობს და უფროს თურმე დედა შეუგინებია. და მე ვიყავი საქართველოში მაშინ. და მე არ ვიცოდი ეგ ამბავი მეგობრებო. მე არ გამიგია ეგ ამბავი, რომ ჩემ დას დედა შეაგინა მისმა ვიღაცა ყლე უფროსმა. მე რო ეგ ვცოდნოდა, მე დღეს ციხეში ვიქნებოდი. და მაგიტო არ დედა ჩემ არ მითხრა, არც ჩემ ადამ არ მითხრა. მე ეგ ამბავი გავიგე, რომ წამოვედი აქეთ მერე. იმიტომ რომ იციან იმათმა ჩემი ხასიათი, ვაიმე მე ძალიან გიჟი ვარ. ვაიმე ჩემი დის მიმართ ვარ ძალიან სხვანაირი. და ზოგადად ადამიანები ვინც მიყვარს, ხო, იმათ მიმართ ვარ ძალიან სხვანაირი. ზოგადად რეაქცია მექნებოდა. თან ჩემი და არის ძალიან ალალი არის, ძალიან ისეთი არის, კეთილი. არავის არ აწყერიებს არაფერს და ვაიმე რაღაცა თან ჩვენ ბავშვობიდან ერთმანეთზე რომ ვზრუნავდით, ხო, რაღაც ერთმანეთს ვიცავდით ხოლმე ყოველთვის, განსაკუთრებული მიდგომა მაქვს მის მიმართ, მის გამო კაც მოუკლავ. აი რო გავიგო, რომ ქუთაისში ვინმე რამე აწყენია, ხო, ფეხი ეგრევე ავდგები და ჩავალ. ეგრევე ავდგები და ჩავალ აქედან. დედას მოუტყნა იმას ვინც იქნება. ციხეში თუ უნდა ჩავჯდე. მეგობრები გააჩნია ხა მეგობარს. ზოგი რო გონია მეგობარი არის, ჩემო წლები არის 11 წელი, 13 წელი, 15 წელი. ერთ დღეს აღმოაჩენო, თურმე საერთოდ არ იცნობდი. აგერ მე მყავს სხვა მაგალითი. რომ მეგონა რომ დედმამიშვილები ვიყავით, თურმე მასე არ ყოფილა. არავის არ ვთავ. ადამიანისთვის რომელსაც ჩემ პირიდან გამომიღია ლუკმა ესეციან თქმა ეხა გადათან მნიშვნელობით. საკუთარი პირიდან გამომიღია ლუკმა და მის პირში ჩამიდია. ერთ დღესაც ესე მითხრა, რომ ესა შენ ჩემთვის რა გაგიკეთებია საერთოდო. ესეთ პასუხი დამიბრუნა. და მაგას გარდა კიდე იყო რაღაცეები. ხო და მაგასაც წავშალე. მე ადამიანს დაკარგვა ვიცი ეგრევე. ხანდახან შეიძლება მომენატროს, მაგრამ ვიცი დაკარგვა ეგრევე ადამიანს. უცებ შვილი ადამიანს და დეჩემ მეჩხობა მაგის გამო. უცებ ვიცი ადამიანს წაშლა. ვაპატიებ ერთხელ ვაპატიებ, მაგრამ ორჯერ და სამჯერ აღარ უკვე. უშეცდომა არავინ არ არის ცხოვრებაში. მეც მომსვლია შეცდომები ადამიანებთან. მეც გამილანძღია ვიღაც, მეც რაღაც გამიკეთები არასწორად.
მაგრამ ადამიანმა შეიძლება ერთხელ ჩაიდინა ერთი შეცდომა და ორჯერ ეს და იგივე შეცდომა უკვე თორე ერთი შეცდომის გამო ადამიანს ხელი არ უნდა კრა ნამდვილად. მაგრამ 2 და 3 ზედმეტი არის უკვე. ურთიერთობაში კიდე მეგობრობა იყოს, კიდე ცოლქრობა იყოს და რაც კიდე ის იყოს, კიდე დედაშვილობა იყოს. უმადური შვილის რომ ყოლოდა, იმასაც არ გამიჩნევდი გვერდით. ნახვიზე გავუშვებდი ეგრევე. უმადურობა არის ყველაზე დიდი საშინელება. აი რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთო, ხვდები? აი უმადური რო ხარ. ვის გავხარ ხასიათი ჩემი აზრით, დედაჩემს. აი ამ ხელას დაუფასებენ უცხოს ვიღაცას და აი ამ ხელას უზარმაზარ შენ არ დაგიფასებენ. ანუ შენ ხომ ის მეგობარი ხარ, ან ოჯახის წევრი ხარ. შენ რაღაც დიდი გაუკეთო, იმას არ დაგიფასებენ და ვიღაცა უცხოს ერთი დღეს გაცნობილი ამ ხელა რაღაცას გაუკეთებს და მთელი თვე იმაზე ილაპარაკებენ პატივიცა და როგორი კაი ადამიანი არის. და შენ გახარ მის გვერდით და ისმენ ამ ყველაფერს და უბრალოდ გეფიქრება, კაცო, მე შენზე თან გადაყოლილი ვარ, მთელი ცხოვრება არის. ჩემზე არ გითქვია არასდროს ეგეთი სიტყვები. qalbi ადამიანი უბრალოდ დაფასება, ანუ ადამიანის პატივისცემა საჭიროდება. ხა იცი რა არის პატივი გეცი ხო, კი ბატონო, იმიტომ კი არ გეცი რომ თან გადაგაყოლვა, მაგრამ მოდი რა, უმადური თუ ხარ, იდი ნახვი იქენი. ჩემ ყლეს გცე მეორე პატივს. უმადური არ უნდა იყო ადამიანი. შეიძლება ვაფშე არც ელაპარაკება და არც არაფერი არც კონდეს. ხო მე მართლა არა ვარ მის მიმართ თვითონ არის უმადური, თორემ მე არა ვარ მის მიმართ უმადური, ანუ მე არ დამავიწყდება ის რაც პატივი მცა ოპერაციას რო ვიკეთებდი თავზე რომ მედგა, არ დამავიწყდება არასდროს. თუ ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი. მაგრამ ძალიან ბევრჯერ შეეშალა თვითონ. მე შემეშალა რაღაცები ბაზარი არ არის, მაგრამ იმდენი არ შემშლია, უმადური არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში არასდროს. ადამიანმა რაც უნდა გამიკეთოს, მე იმის პატივისცემა არ დამავიწყდება არასოდეს. გადაყვე თავზე სამწუხაროდ. ხო, არის ადამიანები, რომელსაც არ შეუძლიათ უბრალოდ ვერ ისვენებენ სიკეთის გარეშე. მე ვიტყვი რაღაც აკეთილი ვარ თქო, მაგრამ თუ მაგ გაგიყოფ ჩემო კარგო და თუ არა მაგ რა გაგიყო, მითხარი ერთი. ახლა არა მაგ და რა გაგიყოთ, აბა ერთ მითხარით ვინმეს რა გავუყო. ჩემთვის ძლივს სამაგდია და მართლა არა მაგ ხანდახან მინდა ხოლმე რომ რაღაცა ვინმეს პატივი ვცე, დავეხმარ. არ შემიძლია ზედამატყული და რაც არ შემიძლია მე იმას ვერ გავუკეთებ. ეხლა ამას ერთი მწერს რომ ისაო გეი ვარო რა და ლაივი გამიკეთეო, წასვლა მინდაო სხვა უცხო ქვეყანაშიო და მე ვთხარი ანუ ანონიმურად რანაირად გაგიკეთო მეთქი. მე რა ვიცი შემინახარ მეთქი. ანუ რანაირად გავუკეთო ადამიანი ხალხმა ვიღაცას ანონიმურად ლაივი და ხალხმა ჩაურიცხოს ფული. ადგება და ჩაიდებს ჯიბეში, ხო? შეიძლება მართლა წავიდეს, მაგრამ მე რა ვიცი, ხო, ანუ რანაირად უნდა დავუჯერო. ხო და ვუთხარი რომ მეთქი რაც შემიძლია, მითხარი დრო, როცა გინდა, წასვლა სადაც გინდა და გაგიკეთებ ლაივს, გიყიდით ბილეთებს და სასტუმროსაც აგიღებთ მეთქი რა, რო ჩახვიდე იქამდე მეთქი და ეგრე არ აწყობდა. ანუ ეგრე არ აწყობდა ჩემო კარგო, ფული უნდოდა. ხო და ანუ რანაირად უნდა გამიკეთებ ეგეთ რაღაცა. აშკარად ფული ჩადებული უნდა ჯიბეში. მე რომ მოვკვდი, აი თვალების ოპერაციაზე ვოცნებობ. აი ლაივი რო გავაკეთო ეხა მე ამ ვიდეო რო ჩავწერო და თქვა რომ
მეგობრებო, თვალის ოპერაცია მინდა, ჯდება 4000 евро და ფული ამიკრიბეთ, დამეხმარეთ ანუ. მეგობრებო, აი გეტყვით რამდენი წუთი მაქსიმუმი, ალბათ 15 წუთი ლაივი და მე ავაგროვებ მაგ თანხას. მადლობა ჩემო ლამაზო. არ შემილია, ვერ გავაკეთებ. ბაზარი არ არის, აი დამკავშირებიან აგერ ნინიმას მაგალითად გამომიგზავნა ამერიკიდან თანხა, გერმანიიდან გამოუგზავნიათ, საქართველოსთან თეომაც გამომიგზავნა თანხა. რავი, ან ძალიან ბევრს გამოუგზავნია თანხა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი უარი მithქვია და მომრიდებია და ნუ საჩუქრებზე ხო კიდე არ მაქვს საუბარი, ეხლა რაც მე საჩუქრები მიმიხია. მაგრამ აი ესე მე ვერ დავჯდები ლაივში და ვერ მოვითხოვ დახმარებას, რომ რაღაცა ფული ჩამირიცხე. არ შემიძლია მეგობრებო, ვერ გავაკეთებ. მაგას მრჩევია, გავიდე ტრასაზე და იქ ვიმუშაო, იქ ავაგროვო ფული და გავიკეთო თვალის ოპერაცია. ოღონდ მართლა. აი ხო წარმოგიდგენთ, ხა ადამიანი იმას იფიქრობ, რომ რომელ თავმოყარეობაზე მესაუბრები, როდესაც ლაივში არ შეგიძლია ითხოვო დახმარება და წახვიდე ტრასაზე დადგე. მადლობა ჩემო ლამაზო, მაგრამ რა ვქნა, ანუ აი ესეთი ვარ. მადლობა დავით. ესეთი ვარ, ანუ თურქეთში ხვდებოდი ერთ კაცს. როგორ კაცს იცით? მადლობა ეკატერინა. რავი, ალბათ ტრილიონერი იყო დაახლოებით, ტრილიონერი თუ არ იყო, ალბათ მილიარდერი მაინც იქნებოდა. აი როგორი კაცი იყო, იცით? ერთადერთი რისი პრობლემაც არ ქონდა ცხოვრებაში იყო ფული. და როგორ მოვწონი და როგორ ვუყვარდი, იცით? და გიждდებოდა ჩემზე. ჩემთან გადმოდი იცხოვრე, მეტი არ უნდა არაფერი. არა მეგობრებო, მე არ შემიძლია, მე იმასთან ვერ გავჩერდებოდი, ანუ მე იმასთან ფულის გამო ვერ გავჩერდებოდი. გამორიცხული იყო. მე იმას სახლში ვერ დაუჯდებოდი, იმიტომ რომ ის იყო ჩემთვის არასასურველი. განა იმიტომ კი არა, რომ რაღაც ასაკიანი იყო და რაღაც არა. მე არც იმის ვიზუალი მომწონდა და არც მის სექსუალური მოთხოვნილებები არ მომწონდა და მაგას მერჩივნა სხვადასხვა კაცებთან წავსულიყავი ფულზე, ვიდრე ერთთან ყოფილიყავი სახლში და იმისთვის მეყურებია 24 საათი ფულის გამო. მე მაგას ვერ გავაკეთებდი, გამორიცხული. მე არ შემიძლია ეგეთ რაღაცები. ვიღაცებს შეუძლიათ ფულის გამო მიყვებიან ეგეთ კაცებს სოლად, საყოლებათაც უზია. მე არ შემიძლია, მე ფულის გამო ეგეთ რაღაცებს ვერ გავაკეთებ. კიდევ გვერდჩინა დაგიდგნენო. ვაიმე ეკატერინა, კი, რა თქმა უნდა, გეთანხმები, მაგრამ მე არის რაღაცეები, რასაც გავაკეთებ ცხოვრებაში, არის რაღაცეები, რასაც ვერ გავაკეთებ. მე რომ ევროპაში არა და საქართველოში ვცხოვრობდე, კიდე შესაძლებელი არის ეგ, მაგრამ მე აქედან მაგას ვერ გავაკეთებ, გამორიცხული არის. რატო არ გამორიცხული იცი? იმიტომ არის გამორიცხული, რომ მე აქ შეხედე სახლში ვზივარ, არაფერს არ ვაკეთებ და 1300 ევროს დახმარებას ვიღებ. არაფერს კეთებაში საერთოდ. და ამ ყველაფრის ფონზე მე არ მიჭირს, ანუ მე არ მწყურია გადაუდებელი რამე არა მაქვს ასაკეთებელი და რამე ისეთი არ არის ხვდები რა აუცილებელი. სათვალითაც არსებობენ ადამიანები და ამ ყველაფრის ფონზე მე მაგას ვერ მოვითხოვ. არ არსებულია. თორე სრცველი დამლად არ არის. გეთანხმები. და მასალად ერთბატარა პრობლემა ბევრი მიზიდავსო. არა, მე როგორ არა კაცო, ეხლა მქონი ეგეთ შემთხვევები, მაგრამ ანუ დღეები და თვეები ვერავისთან ვერ გავჩერდები ფულის გამო. ხარი საიდან დაზღვევა არ აფინანსებს თვალებს შემოგარგვა აქ. ეგ არ არსებული არის.
ვის თუ არ უთხარი ამათ ჯერ კანონთან მაგის უფლება ეკატერინე იმიტომ რომ მე არ უნდა მქონდეს სადმე შემოსავალი საიდანვე თორე დაახმარება ჩამეხსნება მაგის გამო და მე მეორე ანუ მე არ ვარ იმ მდგომარეობაში რომ დახმარება ვითხოვ რომ გადაუდებელი რო იყოს რამე კიდე მესმის მაგრამ სათვალითაც ცხოვრობენ ადამიანები მაგრამ რო გავაკეთო ხო რა თქმა უნდა 15 წუთში ავაგროვებ მაგ ყველაფერს და გავიკეთებ ავიხდეთ ოცნებას მაგრამ ანუ არ არის ისეთი მდგომარეობა რომ ოჯახს ახარსალებ მეც მთელი ოჯახი მიყვარხართ და ვაფრენ თქვენზე თან იმ ფონზე ხვდები აი როდესაც ბავშვებს უჭირს ვიღაცას ოპერაცია ჭირდება მე ვერ დავჯდები და ჩემ პლასტიკური ოპერაციის თვალების თანხას ვერ მოვითხოვ არა გამორიცხული არის სელ არც და საფრანგეთმა არ ფინანსდება ლაზერი ხო აი როგორ იცი უნდა იარო ფსიქოლოგებში, ფსიქიატრებში, უნდა აიღო ცნობები, რომ ის სტრესავს სათვალე და შეიძლება ოდნავ რაღაც 500 ევროთი დაგიფინანსოთ რა მოკლედ. მე გავლილი მაქვს ეგ ყველაფერი გარკვეული მაქვს თავიდან ბოლომდე. ერთადერთი არის უნდა მიხვდეთ თანხა უნდა გადაიხადო მეტი გზა არ არის. თვალებს რა, ანუ მხედველობისთვის ხო რა, ტყუილად 500 ევროს დაფინანსების გამო ტვინი უნდა მოიტყნა. მაგრამ სტრესავს სათვალე კი თავდააჯერებულობაზე მოქმედებს არ მაქვს არაფრის ნახვის სურვილი. აი ხა პარიზში მაგალითად შემიძლია წავიდე ეიფელის კოშკი მინდა ვნახო ძალიან და არ მაქვს სურვილი რომ წავიდე მეგობრებო, იმიტომ რომ სათვალეთ ვერ აღვიქვავ რაღაცებს კარგად. ხვდებით? არ სათვალე ხომ იკეთია, ხო უყურებ რაღაცებს და ვერ აღვიქვავ კარგად. იმიტომ რომ ნოვატრიალო თავი. ხოდა ეს ნოვატრიალო თავს მე ეს ჩამოდის სათვალე ასე ვიწევ, ავიწევ ეს. ანუ ძალიან სტრესავს. ჩემო ლამაზო. აი დავით მომითხრა ცუდად რომ მოგიყვანა ჩამოხვალ ამერიკაში მე გაგიკეთებ თვალებზე ლაზერსო და ოღონ პირველი ღამის მერეო თუ ქალიშვილი აღმოჩნდებია და ველოდები ამერიკის ვიზას. რო გავიკეთო. ჩავიდე. და ქალიშვილი ვარ დავით. არაველი მაქვს საათიო 3 საათი და 54 წუთი არის. ბელგიაში თავს როგორ გრძნობ? რო გითხრათ ძალიან ბედნიერი ვარ თქო მოგატყუებ სიმარტოვის განვიცდი მაგრამ კარგად ავარ. ალტერნატივის მიშლის. აუ ხო. ნესეროს მიშლის თან ვაჯდები ქალო გადაღუნული არის უკვე. მე რამდენ გამოუცვალე კიდე ქალო 160 ევრო გადავყარე კიდე იმეში. რა ქვია ჩარჩოში და კიდე დავაჯექი ზემოდან. როგორც ყველა ემიგრანტი. აუ იცი რა არის? ნუ ხო. ალბათ. ფული რო გაჩქოს დახმარებას მოგიხსნენ? არა. ფულის ჩუქებაზე არ არის ეგრე. ანუ თუკი იმენა ფულადი შემოსავალი იქნება ხა 4000 ევრო რომ ვინმე საქართველოსთან ჩამერიცხოს მე მგონი არ ვიცი ზუსტად მე მგონი აქ უნდა გადაიხადო რაღაც კომპიუტერს წერდა თურმე არ იწერებაო იშლება ხოლმე ხო და კიდე კანონი შემოვიდა აქ მაგალითად მე რო ვიყიდო საქართველოში ბინა აქაც უნდა გადავიხადო გადასახადი მე კიდე ბობო რომ ყავს იმდენ მარტო არ გრძნობ თავს
მე ჩემ შვილთან და დედასთან ერთად ვარ, მაგრამ მაინც მარტოობის შეგრძნება აქვს. კი, არის ეგრე ჩემო კარგო. ხანდახან გჭირდება ადამიანები, რომლებიც შემოგეკითხებიან როგორ ახარ. თავს როგორ გრძნობ. შეიძლება დიდი ოჯახი გყავდეს, მაგრამ არავინ გვეკითხებოდეს მაგას. მაგით არ მარტო რომ გრძნობ თავს. ხანდახან ადამიანებმა უნდა ვკითხოთ ერთმანეთს როგორ ახარ. და უნდა ვაცადოთ მოყოლა ამბის. პირში არ უნდა შევეცოთ. თორე მერე რომ ენცობიან პირში, ხო მერე უკვე მოყოლის სრულიც არ მაქვს. იმიტომ რომ ვიცი რომ არ მისმენს ნახევრად და ტყუილა ლაპარაკობ. და ყველა ვიცი 6 წელში ჩავამამდე ვერ ჩამოვიყვანო. ვაიმე მე ერთი წელი მყავდა დატოვებული. ვაიმე ერთი წელი ბაბოს გარეშე ხომ ეძინა და მესიზმებოდა სულ რომ ვეძებდი ძილში. ხო და რომ ვეძებდი და ვერ ვპოვლობდი ტიროდი და საკუთარი ტირილი მაღვიძებდა, ანუ მძინარეს კლუსუნებდი. გავახენდი თვალს უცებ ჩამეწვებოდა გული. მერე წამოვდგებოდი, გადამივიდოდა ხოლმე. სენა დაბერდი უკეო. მე მართლა დავბერდები, ჩემო კარგო და შენ ვერ ეხირსები დაბერებას. დამპალო ნაგაო. მისისხებიან ასეთი ბოროტები. იქ წლები აკლდება, ზოგი რა უტაქტოა. უტაქტო დამპლები არიან. დააბერდი და არ ესწარი დაბერებას. ის დავწყევლე, ვაიმე კიდე ვის სიკვდილი გავიგე ღმერთო. ქეფცები ვინც დავწყევლე, ყველა მოკვდა ქალო. ის ბიჭი რო იყო, ადრე რომ მოგიყევით, თურქეთში რო გაგქურდა თქო. მაგი მომკვდა რა ქალო ის გეი. რა ახალგაზრდა იყო. ვიკლავე თავს გო. იცი რა არის? ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც გამოკვლევებს უნდა იარო. აუცილებელია. აქ რომ მიხვალე, მეორე გამიკეთე ანალიზი. ხო გაიგეთ 6 თვის უკან რა თქმა უნდა, კიდე მინდა რომ გამიკეთო. არა, საჭირო. გამიკეთე, მე მინდა. მინდა ზამოტყუნა ანალიზს გაკეთებ, გამიკეთე, რას დაიწყებ შენ? არა, არ გჭირდება. მე კიდე მაიმუნის ყვავილი იყო შემოსული, ანუ გადავკოცნე ისეთი, ვისაც მაიმუნის ყვავილი ქონდა თუ. ხო და რო გავიგე მაიმუნის ყვავილი ქონდა, გავიქეც ქალოკლე აქ წინ, მეოთხარი მიშველეთ ტესტი გამიკეთე თქო და წამოდი ზევითო. დედა რაღა ვქნა მეთქი უეჭველი მჭირს ალბათ, სადმე რამე მაქვს თქო და ამიყვანა და შემეყვანა და მეკითხება ესაო სექს მუშაკი ხარო? მეთქი რა არა მეთქი? აბა რატო კიდე ანალიზს გაკეთებაო? მეთქი რა აშუაშე სექს მუშაკი მეთქი ჩემ მეგობარს აქ მეთქი და გადავკოცნე მეთქი და სახლში ვიყავ მეთქი და მაგიტო მეთქი და არა ვიგო მარტო სექსით გადადის. ეს დილობიანად მელაპარაკებოდა. ეკა სექსით გადადის ძირითადად და არ გჭირდება ტესტიო. ხო და მეთქი რო გადავკოცნე მეთქი არა არ არის საჭირო. ვერ მითხრა ხა პირდაპირ ტრაქში ხმაურით გადადის. ხოდა კავი შევიტაწყლებული ვიყა. ვაიმე კარტო. ვაიმე გიორგი ყლეს ჩაგიდე პირში. და გამუტელებ კარგად. დეკენერატე. ტუტუცები რა მეუზდელებიან.
კი როგორ არა ვაიმე ისეთ ტუში მაქვს ხალხო წამწამს ვაფშე აღარ ვიგრძელებ კარგად შე როგორ ახარ რა დებილური კითხები просто ვაიმე ისეთ კაი ტუში მაქვს ხალხო წამწამს ვაფშე აღარ ვიგრძელებ მაგრამ გლახამოსაშერებელი არ თავხედი ძონძებიო ავანტყოფები გავიგეთ და ჩამიწილთ და თვალ მირჩევ რამეს ლანკომის ტუში იყიდე ესა მონსიერ ბიგ ხო და დამლოცავ ლანკომის მონსიერ ბიგ წითელი წარწერა აქვს ორნაირი არის ერთი მწვანე ლურჯ წარწერით და მეორე წითელი წარწერით და მე მაქვს წითელი წარწერით ანუ ეხა კიდე კამერას ჩანს რეალურად უფრო ისეთი არის რა ქვია ხო მართლა მაგარია გოგკი მაგრამ ძვირი არის 42 евро ღირს ის ნათინოზე ნახე იაფად მაგრამ მეზარ ვეკეთორე ლანკომე ჩაწერე მონსიერ ბიგ წითელი წარწერით გოგო ყველაფერს კლონი იყიდება დიორის ტუჩსაცხები გინდა ლანკომის ტუშები გინდა კიდე ეს რა ქვია ესტე ლაუდერის სახის კრემები სერუმი ყველაფრის ის არის კლონები არის ხალხნო ანუ ესე იგი იმენად რთული არის ყიდვის დროს ენდო რამდენად ორიგინალი არის პროდუქცია რომ აი რა პროფესიონალი უნდა იყო რომ გაარჩიო და საქართველოში ყიდიან ბევრ კლონებს კიდე აუ ძალიან რთული გასარჩევი არის იმენა პროფესიონალი უნდა იყო უნდა ნახო მე ინტერნეტში როგორ გამოიყურება ფეიკი და ნამდვილი ფლაკონი და მოკლედ ტვინის ტყნა არის ამას ვიღაცა ტენი და იმას რა ქვია სუნამოს ის რო არის კუჯიან თუ რა სახით მან 540 ხო და დავასკანერე ქალო ის კოდი რო აქვს შტრიხ კოდი და რაღაც ამერიკული ნომერი ამოვარდა +1 რაღაც ფეიკი იყო ანუ ქალო გაეთრი მე ვთხარი აქედან 300 ევროია სუნამოს 50 ევროში ტენი და ვითო გოგო ხო ყველაფერს ვაფებ დიორის ტუჩსაცხები ჰაილაითერები ვაფშე მე არ მეკონა მაგის კლონები თუ იყო ანუ სუნამოს კლონები ახლა ვიცით ყველამ რო არის მაგრამ რაღაცეების კიდე ტონალურების და იმების კლონები თუ იყო არ ვიცოდი კრემების და იმების შორის ბევრჯერ მომისმენია რომ საქართველოში არის ეგეთი შემთხვევები ანუ ძალადვილი არის ხვდები შტრიხ კოდი მოყვება ყველაფერს და დაასკანერებ და პირდაპირ პროდუქცია უნდა ამოგიგდოს მარტო გვერდზე კი არ უნდა შეგაგდოს მაგალითად თურქეთში როგორ აკეთებენ იცით ასკანერებ და მაგალითად ფეიკი ადიდასი არის დაასკანერებ და გაგდებს პროსტა ადიდასის გვერდზე და გონია თუ მართლა ორიგინალი არის და რეალურად არ არის ორიგინალი რეპლიკა ყველაფერს არის ნუ ეხა იცი რა ასაცმელი და ჩანთა და ფეხსაცმელი კიდე ბაზარი არ არის მაგრამ ეხა სახის მოვლის საშუალებების რეპლიკა რავი რამდენად მისაღები არის ხო ანუ არა მგონია და სუნამოები მეგობრებო რავი მე არავის ბიზნესი ჩაგდება არ მინდა მაგრამ ნუ ყიდულობთ ამ რეპლიკებს მაგის ყიდვას გირჩევნიათ ივონის სუნამოები იყიდოთ ან ორიფლეიმის მეგობრებო ეგენი მზადდება პადოლებში და უბედურ ადგილებში მოკლედ ეგ რაღაცა წყლები ხო კენი ანუ იცის ხალხმა ისაც არ არის ორიგინალები, მაგრამ მაინც ყიდულობენ და 100 ლარათო 3-4 სუნავ რა თქინდათ ხალხო ჯერ
ჯერ რასუნი მაგას კი აქ ანუ რავი მე ერთი უნდა ვიყიდო ეგ რეპლიკა მაგან შეიძლება ზარასუნამოები იყიდოთ კაი რეპლიკები აქვთ მაგათ ნუ იგივე ფლაკონებში არ არის მაგრამ აქვთ რეპლიკები შეგიძლიათ TikTok-ში ჩაწეროთ ზარასუნამოები და იქ ამოგიგდებთ ვიდეოებს რომლის რეპლიკა არის ძალიან გამყოლი სუნი აქვს ზარასუნამოებს და სხვადასხვა სუთა სახლში იყიდებოდა კიდე რაღაც სუნამოების სერიებად და მაგას ის კაი გამყოლი სუნი აქვს მე მიყიდია რამდენიმეჯერ მოსო ძვირი ღირდა გავს ვაფშე ნეტა ნუ დნავ რაღაცით ჩამოგავს ალბათ სუნი ხო ზარას კაი სუნამოები აქვს ძალიან ყველა ბრენდებით დადიოდა ვაგზალზე თუ კი რამე სუნამო ყველაფრის ფეიკი გოგო ხო თურქეთშიც ეგრე არის რეპლიკებით დადის ბევრი და აქ როგორც ვიცი აკრძალული არის რეპლიკების გაყიდვა მაგრამ მაინც ყიდია რასარგნოს თამაკ მაგაის მე გამყოლი დაიმე რავი მე ეს ლატაფას სუნამოები ძალიან მომწონს არაბული რო არის ძალიან კაი ფასებში იყიდება იაფად უბრალოდ სეპარაშისელი მიყვარხარ გაიხარ ჩემო კარგო რავი ანუ ბიუჯეტურადაც არის კაი სუნამოები ეივონის სუნამოები ის რა რაღაცა forever if I'm ძალიან მიყვარს ეს სუნამო ძალიან კაი სუნი აქვს ლატაფას Sublime თუბაში და ალერგიულია. ვაიმე რატო? რამე დაგემართა? სკანდალი მოგწონს, ძალიან ტკბილია ჩემთვის. ბეშკას ნომები არ ვიცი. და მე ისე მეც ვიფიქრებ. ამ სუნამომ ხო არ მომცა თქო, ტანზე მქონდა ისენი რა ქვია. წითელი ხაზები გამომივიდა. არა, ვიკითხე ცუდია თქო. რავი არა ისე მე გამომივიდა წითელი ისე რა ქვია ლაქები სხეულზე და მეთქი ეს არაბული სუნამო რო ვიყიდე მაგიტო ხო არ დამემართა თქო ესე კი გავიფიქრე გულში და ხარ და ალერგიული თქო მეთქი ამასაც ხო არ დამემართა თქო არა რატო ამას გავლილია ყველანაირი შემოწმება ჩემო კარგო ოფიციალურად იყიდება ანუ და მაგ ფეიკებს რაც იყიდება საქართველოში მაგალითად ეგ თურქეთში კანონით ისჯება მაგის გაყიდვა სახლში უარდებიან მის წყლის და ყველაფერი მიაქვთ და საქართველოში არ ისჯება კანონით იმიტომ რომ ეგ მავნე არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის აქაც აკრძალული არის მაგრამ მაინც ყიდია ჩუმად ნუ ხო არ არის გამორიცხული ეგეც ზოგადად სუნამოების მიმართ არიან ადამიანები ალერგიულები მოსკინოს ფრეშ გოლდი მომწონს არც არ მქონია მაგ მოსკინოს სუნამო რაღაც ფლაკონები არ მომწონს და სუნი არ ვიცი ხო მინდა რაღაც სუნამო ალექსანდრია 2 მინდა ძალიან რომ მქონდეს კიდე რომელი მინდა კიდე ის მინდა ეს რაღაც კუჯრიანი რაღაც ჯანდაბარო 540 ეგეც მინდა რომ მქონდეს და კიდე ხო ამომეჩი ეს ორი მინდა რომ მქონდეს და ეს ვემის დეილინას რო გიждდება ყველა ამას ვიღაც გოგოსეთო ვიდეო სუნამ რომელიც კაცებს აგიჟებს ატო ბებია ჩემი რო არ მიისხამს ამ ჩვენ ბებიებს რო ქონათ პალტოებზე სუნი ხო იცით აი დაახლოებით ეგეთი სუნია ვაიმე და კიდე კაი რო არ ვიყიდე ბრმად ვარდის წყალი ადრე რო იყიდებოდა ჯოხი ვარდები ხო იცით ორი დაბადების დღეებზე ყველას მაგას რო ჩუქნიდნენ აი ზუსტად მაგის სუნია კალო და კაცები გიждდებიან და ეთქობა გიждდებიან კაცები რავი მე კაცის და ქალის გემოვნება სხვადასხვა არის ხო სუნამოებში
ხო და როგორ ჩანს კაცების სექსუალურებად და რა მოუთხა მაგათ გემოვნება რა მაგ სექსუალუროს ეგ Tom Ford-ის Lost Cherry ძალიან მაგარი არაფერი დიდი კაი რა უაზრო ძვირი არის Tom Ford-ის სუნამოები არის უაზრო ძვირი არაფერი დიდი არ არის სავაჟე მამაკაცის სუნამოები მე მომდოს ორი სუნამო ერთი არის Black Afghan და მეორე არის Dior-ის Sport Home ინტენსიურიც და ჩვეულებრივიც, მაგრამ უფრო ინტენსიური მომწონს, ანუ ეგ ორი სუნამო მომწონს მამაკაცის ყველაზე მეტად. ანუ ეგ თუ გასწრიათ, თუ გინდათ ის იყავით, რა ქვია, ის კაცი რო არის. სვანი, სკოლას რო აგინებს. თუ გინდათ ეგ იყავით, მაინც მომეწონებით. Libre არ არის სოდი ხო, მაგრამ ორჯერ ვიყიდე მარტო ეგ სუნამო. ეგ არ ვიცი. Dior-ის სპორტო, ძალიან კაი სუნია. და Black Afghan-ოს კიდევ, აიმე. Unisex-ი არის Black Afghan-ო, მაგრამ რავი, ძალიან მასკულანური სუნია. მე რომ მივისხარ, გამოვარ და მიყვარს ქალო სუნი. გიჟდები. კაი გამიშველობა არ კაცო ადამიანს თუ საშუალება არ გაქვს განსაკუთრებით კაცს ყველაზე იდეალური არის Axe ეფექტი და ბანისმერე მიისხი ტანზე Axe ეფექტი всё მორჩა და არაფერი მეტ საჭირო ძალიან კაი სუნია Axe ეფექტს არ არის საჭირო ძვირიანი სუნამოები ან თუ გინდა სულ არ მიისხა სუნამო უბრალოდ ოფლის სუნი არ აგდიოდეს მაგრამ სიგარეტს რო ეწევი ადამიანი მაშინ საჭირო არ სუნამო და სიგარეტს რო ეწევი მაშინ ბაზარი არ გჭირდება იმიტომ რომ ეხა სიგარეტს რო ეწევი რა ესეთი სუნი უნდა აგივიდეს ხო ანუ იბან დეზიდორს ხმარობ, დეოდორანტს ხმარობ, რას უნდა გიცო სიგარეტს რო ეწევი ხო საჭირო არის რაღაცნაირად თან ეფექტი რო დატოვო მე კაი ბიჭს ქუჩაში ხომ მივდივარ ხოლმე და კაი ბიჭს ხო დავინახა ხო და ეს გადავიწევი ხოლმე ცოტა ახლოს რო ჩაუვარო და ჩაუშრიალო დავტოვო სუნი და სერტ გაიფიქროს გულში ხამის თავი მომცა და მე ის გავხედავ ესე უკან მასაშლეთ იწოს ვაი თმაზე მაქვს სასწაული სუნი კერასტასის იმას ვიყენებ რა ქვია თერმული სპრეი რო არის ფენისგან და უთოსგან რო იცავს თმას ვაი კერასტასის შამპუნები ხალხო როგორი არის სუნამო არ გჭირდება ხო ძვირი არის მაგრამ სუნია და თმას რას უშვებ მაგრამ ძალიან ძვირი და სოთაშორის ეკონომიური არის 250 მილიგრამი ადამიან რომელიც ყოველ დღეს და ყოველ მეორე დღე ვიბან თვენახევარი მეყო აი რო დაისხამ ხო ისე აკაფებს ხო ისე გააფრე პროსტა ერთიანი ფულის მიცემა გენანება ადამიანს კაი მეგობრებო წავედი ხა და დავეგდო დავიძინო და ბოუში მყავს ტუალეტში გასაყვარი დედა ვარ ახლა მე ვაი წავედი კაი დღეს გისურვებთ ხალხო